მოგესალმებით ჩემულამაზო მეგობრებო, აიგიბრუნდებით მეც ახალი ვლოგით. ამ ვლოგში მინდა გაჩვენოთ თუ რა მივიღეთ თემუდან, დენისის დაბადების დღე, კარგ დიდ ვლოგს გავაკეთებ. თემუში გამოვიწერე რაღაცეები, რომლების გამოწერაც ხანდახან გვეშინია, რადგან არ ვიცით როგორი მოვა და მე გამოვწერ მაგეთ რაღაცებს, რომ ვაჩვენო ხალხს, თუ როგორი მოვიდა, კარგი მოვიდა, ცუდი მოვიდა და გამოიწერონ თუ არა. ამიტომ ძალიან საინტერესო და სახალისო ამანათი გვექნება. სახლის ნივთები გამოვწერე უფრო ძირითადად, ესეთი Instagram-ში რომ ხედავთ ხოლმე ხო იცით ლამაზი ჭიქა, ლამაზი ბალიში, ესეთი სიგით სხვანაირი ნივთები. ძალიან კარგ ფასად და როგორც წინა ვიდეოში მაქვს კოდი, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ რამოდენიმე ნივთი სულ საჩუქრად, რამოდენიმე ნივთს გამოიწერთ ძალიან კარგ ფასად და ზოგ რაღაცას კი გჩუქნიან. აი გაჩვენებთ გვერდზე ვიდეოს, აქ თუ აქ დავდებ, გაჩვენებთ თუ როგორ ამ კოდს ვიღებთ და ესე იგი ვწერთ მოსაძებ ზოლში. უნდა იყოთ ახალი გამომწერი, ახალი მომხმარებელი თემუს საიტის, ანუ ახლად გადმოიწერეთ თემუს აპლიკაცია თქვენს ტელეფონზე, ნუ ბებიის ტელეფონზე, მამის, დედის და ახალი მომხმარებელი ხართ, რომ გადმოიწერთ აპლიკაციას, შემდეგ ამ კოდს დებთ აი ასე როგორც ხედავთ ეკრანზე, მოსაძებ ზოლში და ამ ყველა ნივთს გიხსნით 0 ევრო, ანუ არაფერს არ იხდით, ძალიან საინტერესოა, ოღონდ აი ერთი შესვლა უფრთხილდით, როგორც კი შეხვალთ და დაწერთ ამ კოდს მოსაძებ ზოლში და ნახავთ ამ ყველაფერს 0 ევროთ, ეგრევე უნდა და ჩადოთ თქვენს კალათაში და გამოიწეროთ. ანუ მეორედ რომ შედიხართ, უკვე სხვანაირი რაღაცები ხდება, მე დავაკვირდი, ამიტომ უფრთხილდით, თუ მართლა გინდათ რომ გამოწერა, უნდა დარწმუნებულები იყოთ, რომ გინდათ გამოწერა და როგორც კი შეხვალთ, მაშინვე გამოიწეროთ. გაჩვენებთ, რა თქმა უნდა, აქ გვერდზე ისევ ახლიდან ნუ თუ როგორ და რანაირად. მოდით დავიწყოთ სამზარეულოს ნივთებით. გამოვიწერე აი ასეთი სპაჩულები, სპაჩულს ვეძახი მე. ძალიან კარგად ხმარობ მე ამებს, აი ძალიან კარგად, როცა მაგალითად კრემს ვაკეთებ, ნამსხვრას ვაკეთებ თუ რამეა, ძალიან კარგად სწრება თასის კედლებიდან კრემია თუ ცომია, ძალიან კარგად. აი ყველაფერში კოზს უკვე აღარ ვხმარობ საერთოდ, აი ამებს ძალიან კარგად ვიყენებ. თან არის ძალიან კარგი გამძლე სილიკონი, რომელიც არ იწვება თუ მაგალითად ცეცხლ ტაფას შეახეთ და ქვაბს რამე მოურიეთ ცხელი, არ იწვება. და შავი იმიტომ ავიღე, რომ ფერი არ შეეცვალოს, რადგან როგორც მაგალითად პამიდურიან სადილს ვამზადებ და თუ მაგალითად ცისფერიან ვარდისფერია, სტაფილოს ფრდება მერე. ამიტომ შავები ავიღე და აი უზომოტყმაყოფილი. ეს არის აი დანასავით არის, კარამელს ამით ვუსმევ ბავშვებს, შოკოლადის კარაქს ამით ვუსმევ ბავშვებს. ძალიან კარგად ხმარობ აი ამ სპაჩულებს და აუცილებლად გაჩვენებთ რომელია, რომ თუ თქვენს გაინტერესებთ, შეხვიდეთ თემუს საიტზე იყიდოთ. შემდეგ ბავშვებს ავუღე ასეთი წყლის ბოთლები, ლუის ავუღე ასეთი წყლის ჭიქა და რა არის კარგი ამაში, რომ ეს არ არის პლასმასის ჭიქები და პლასმასის წყლის ბოთლებიც გაჩვენებთ. აი, მარტო ეს აქვს პლასმასის, მაგრამ შიგნიდან არის ალუმინი, მე მგონი, ზუსტად არ ვიცი, გადავთარგმნი და დაგიწერთ და ძალიან სასარგებლოა აი ასეთ ჭიქაში ბავშვებმა რო წყალი დალიონ, რადგან მიკრობები არ რჩება. და ხო და ლუის და დენის აქვს ასეთი წყლის ბოთლები. თან უკვე დაუძველდათ როგორც ხედავთ. და იმ დღეს ვუყურებდი ტელევიზორს და თქვა ეს რომ თურმე ძალიან ბევრი კარგი და ცუდი მიკრობიც რჩება ამ წყლის ბოთლებში და მე ამ წყლის ბოთლს ალბათ კურაში ერთხელ ვრეცხავ, სიმართლე გითხრათ, ყოველ დღე ვერ ვრეცხავ და თქვა ეს რომ კარგია თუ ასეთ ჭიქებს და ასეთ წყლის ბოთლებში დალებთ წყალს და აი ძალიან კარგი ჩანს. მე მგონი იქნება ძალიან კარგი ზაფხულში, ასევე ზამთარში, თუ რამე გვინდა სადმე წაღება. ეხლა ზაფხულში რომ წავალთ სადმე,
წყალს შიგნით ჩავასხავთ და აი ასე დალევს ლუიზ. ძალიან კარგი ჭიქაა, ძალიან კარგი ხარისხია. აი არ არის არანაირი რაღაცნაირი საშნელი ჩნური ხარისხი, პირიქით, ძალიან კარგი ხარისხია. ჩამოდის ასეთ ლამაზ ყუთში. სასაჩუქრეთაც შეიძლება რომ ძალიან კარგი იყოს. და დენის აბუღე აი ასეთი, მე მგონი ხმით მიხვდით ესეც ეგეთი ალუმინის არის შიგნიდან. დენის ისეთი მწვანეა, ლურჯი ჩანს, მაგრამ მწვანეა და აი ასეთი წყლის ბოთლი სკოლაში რომ წავა სექტემბერში უკვე ამას მივცემ და მართლაც და აქაც სასთი შიგნიდან აი ასეთია. როგორც თერმოსის და აქ აი როგორც გითხარით ცივი და ცხელი ძალიან კარგად შეინახება და თან თურმე ამ ბოთლებში უფრო ნაკლები მიკრობი ჩერდება, ამიტომ ასეთი ლამაზი წყლის ბოთლები და დასალევი ავუღე ბავშვებს. ეს დიდი არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან მომეწონა მაგათი აი ესეთი პატარა პარკებივით მოსათავსებელი. ამ პატარა ცელოფნებში შეიძლება სნეკები, პეჩენიები, რამის მოთავსება, ხილი დავჭრა და სადმე წავიღოთ და ძალიან კარგად აი ნახეთ აი ამის დახმარებით იკეტება და იღება. დენისი დაჟე თავის ეთამაშოებს ათავსებს და ესეც ბარემ გამოვიწერე რომ ეხლა ზაფხული მოდის, გარეთ რომ გავალთ ხოლმე საჭმელად, შეგვიძლია ხილბოსტნეულის მოთავსება და წაღება თან კარგად იკეტება და აქ შეიძლება რომ დაიწეროს თუ რამე ჩავდე და მაგალითად მინდა რომ დავწერო როდის ჩავდე რომ ვადა არ გაუვიდოს. ესეთი ძალიან საყვარელი და ლამაზი მოსათავსებელია გითი კარგად ბეჭდავს ჩვენს ცელოფანს. ახლა გაჩვენებთ აი აქ ჩვენი ყავის ადგილას. ვიყიდე ესეთი ძალიან ლამაზი და საყვარელი ლედი, მე მგონი ლედს ეძახიან ფრანგულად. აი ასეთი ძალიან საყვარელი ნატურა ვიტყოდი. აი ასე აქ შეაერთებთ და თავისი პატარა, ეგ არის კარგის რომ თავისი პატარა ასანთებ ჩასაქრობი აქვს, რომლებიც ყოველას არ აქვს. მე დენის ვუყიდე ესეთი რამე და არ ქონდა ასანთებ ჩასაქრობი და აქ კარგია. აი ასე ანთებ ჩააქრობ და მე მგონი აი ნახეთ როგორ კარგად ანთებს. ძალიან მოუხდა მე მგონი ჩემს სამზარეულოს. ისე კარგად და მკრთალად ჩანს და ისე კარგად ანათებს რომ ეს ჩვეულებრივ ძალიან კარგ რესტორნებში, კაფე-ბარში რომ და ჩამოკიდოს ვინც იქ მუშაობს, მაგალითად ძალიან კარგად ჩანს, კარგად შორიდან. ამიტომ თუ მეგობრები ყავთ, ოჯახის წევრები, ვისაც უნდა გახსნას თავისი კაფე-ბარი, მაგალითად, ძალიან კარგი საჩუქარია. მე ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩანს. ძალიან მომწონს, ხარისხი აქვს ძალიან კარგი. და ესეთი პატარა ნატურები ძალიან მომწონს სამზარეულოში. წეგან მინდა მეთქვა რომ ყველაზე კარგი ნივთი ჩემი ამანათის, მაგრამ მე მგონი არა, ძალიან ბევრი ყველაფერი მოვიდა ძალიან კარგი ჩემს დიდ გასაკვირად. ყველაფერი მოვიდა ძალიან კარგი. აი ასე, ამიტომ დაგიდებთ გვერდზე როგორ გადახვიდეთ და თუ ახალი გამომწერი ხართ, უფასოდ შეუძლიათ რომ გამოგიგზავნოთ. აი ასე ავანთებ და ჩავაქრობ. ძალიან საყვარელია, დაჟე გათიშულიც კი ლამაზია. მოდით ახლა ბობს გაგაცნობთ, ბობ დავარქვი, მე მგონი ძალიან უხდება სახელი. აი აქ მე მქონდა რაღაც საშინელი უშნო კალათა, სადაც ყველაფერს უყრიდი და მეთქი რადგან სამზარეულო და ჩვენი მისაღები ოთახი გაერთიანებულია, უნდა სამზარეულოსაც ლამაზი დეკორაცია ქონდეს და გამოვიწერე ესეთი უსაყვარლესი ძაღლი, რომელსაც უჭირავს ესეთი თებში პოდნოსი, სადაც შეიძლება რაც გინდათ მოათავსოთ და აი აქ გვერდზე მე ჩემს მანქანის გასაღებს ვკიდებ და უზომოდ უხდება, ძალიან მოუხდა ჩემს სამზარეულოსაც და თან მისაღებ ოთახსაც. ეს ძაღლი არის ბევრ ფორმაში, ზოგი ზის, ზოგი წევს, ზოგი დგას, ზოგი აი ასე თებში უჭირავს. აი არ ვიცი როგორ ფიქრობთ, მე უზომოდ მომწონს ბობი. არის ძალიან ჩატე ჩემს გასაკვირად და ძალიან მეშინოდა რომ მეთქი მჩატე როა ეს გადმოყირავდება, საერთოდაც არა.
აქ დამიდია მძიმე რაღაცები და საერთოდ არ ვარდება და აი ვერ წარმოგიდგენთ როგორ მომწონს ბობი. ამ ჩვენი ბობის მიმართულებასაც გვერდზე აუცილებლად დაგიდებთ. აი უყურეთ ბობ რა საყვარელი ხარ. სათვალეები რო აქვს. შეგვიძლია რომ მოვხსნათ და კონდეს სხვანაირი სათვალე. აქ უკვე ბობ არ არის. აქ არის უკვე უფრო ვიტყოდი ჟონ. აქ უკვე სხვა არის და ამ სათვალეს რო იკეთებს უფრო რაღაცნაირი cool. ვაგრძელებ ჩვენს თემას ამანაც. ვიპოვია ესეთი ძალიან ლამაზი ჩამოსაკიდი. აი არ ვიცი სად დავკიდო, მაგრამ ისე მომეწონა რომ არ შემეძლო არა მეღო და აი არ მოველოდი თუ ეგეთი კარგი მოვიდო. მე მგონა მოვა ერთი რაღაცა 3-4 ტოტი რაღაც ჩამოკიდური ციცქნა. არავითარ შემთხვევაში ძალიან ესეთი სქელი და კარგი მოვიდა, როგორც ხედავთ და სპეციალურად ყველა არ მოვაძრე, ჩამოვიდა აი ასე გადაკრული. კონდა რომ გზაში არ აიჩეჩოს და თქვენ თუ გინდათ მოხსენით თუ გინდათ არა და დაბლა აღარ მოხსენი მე მგონი არ არის ცუდი მაგრამ ცოტი აქ მოხსენი რაღაცა ნატურალური ბუნებრივი ფორმა მიეცა გამოვიწერე ასეთი ძალიან ლამაზი მამაკაცი და ქალბატონი როგორც ხედავთ გატეხილი ჩამოვიდა ძალიან მეწყინა მაგრამ მაინც დავააწებოვე და დავდე მაგრამ ესე უშნოდ ჩანს, მაგრამ აი მინდა გაჩვენოთ, რომ ეს ლამაზი ნივთებიც არის. რა თქმა უნდა, თემოს მივწერე, რომ მეთქი ჩამომივიდა გატეხილი და ფული დამიბრუნეს და ახალი გამომიგზავნეს. კი, ფული დამიბრუნეს და ახალი გამომიგზავნეს. ამიტომ გზაშია ჩემი ახალი ეს ლამაზი სტატუეტკა. ვიდეოს დასაწყისში რომ გითხარით, საინსტაგრამო ნივთები გამოვიწერე მეთქი, არ მომიტყვებია. აი მე მგონია ყველას აქვს ნანახი, აი ეს ულამაზესი და უსაყვარლესი ჩაის ყავის ჭიქა, აი რო დავინახე მეთქი როგორ არა ვიყო პატარა საყვარელი გულებით, ძალიან კარგი ჩანს, რა თქმა უნდა, მე არ გავრეცხავ მანქანაში, ხელით გავრეცხავ რომ არ გამიფუჭოს. აი უბრალოდ შეხედეთ რა კარგი მოვიდა, ძალიან კარგი. სიმართლე გითხრათ, საით თემუზე მეძვირა ეს ჭიქა, რადგან არის საიტები, სადაც უფრო იაფიღებს, მაგრამ რადგან ამანაც იქიდან გამოვიწერე, მეთქი ამასაც იქ ავიღებ. ნახეთ რა საყვარელია. ვაგრძელებთ. ესეც ესეთი საინსტაგრამო პატარა ფაიფური თუ სერამიკა როგორ არის. ესეთი დასადები გამოვწერე, ძიმეა ძალიან კარგი ჩამოვიდა, კარგად შეფუთული, საერთოდ არ გატყდა როგორც ის მეორე და ეს ეგ დავადე რომ აქ შეიძლება მაგალითად ბიჟუტერიის მოთავსება და ესეც თემოდან გამოვიწერე, ნახეთ რა ლამაზი საყურებია. აუცილებლად გავიკეთებ შაბათს, რადგან შაბათს დენისის დაბადების დღეს ავღნიშნავთ და ყველაფერს გაჩვენებთ, ამიტომ დარჩით. და ძალიან მომეწონა ეს მოსათავსებელი. აქ даже შეიძლება ჩვენი ყავის ჭიქის დადება, ნახეთ რა საყვარელია. ვდნები. აი ასეთი საყვარელი და ძალიან ლამაზი საყურეები. ძალიან კარგი ხარისხის. ვერ ვიტყუროთ, აი ყველაფერი მოვიდა ძალიან კარგი ხარისხის და მე კი ძალიან მეშინოდა რომ ცუდი მოვიდოდა. აი ეს დასადები, ესეც გამოვიწერე, ესეც რაღაცნაირი რომანტიული ის არის მაგიდას გზა. აქ საფრანგეთში ეძახენ მაგიდას გზას და მე ვთარგმნი. და აი ესე უბრალოდ მაგიდაზე დადებულია ულამაზესი, როგორც ხედავთ, შეიძლება даже თეთრ გადასაფარებელზე დაიდო ზემოდან, რომ დეკორაცია მიეცეს ესეთი რაღაცნაირი ბეჟი, ყავისფერი ფერი თუ გაქვთ დეკორაცია სახლში. გამოვიწერია ესეთი, არ ვიცი, როგორ რა დავარქვა, ესეთი დეკორაცია, ძალიან მომეწონა, home, როგორც ხედავთ, ფუშფუშები აქვს, ძალიან კარგი ხარისხია ესეც, პატარა არ არის, კარგად ჩანს და ისე მომეწონა რომ მეთქი მორისაც ავიღებ, ამიტომ მორიცალი ავიღე, ესეთი, აი არ ვიცი, სხვა რაღაცებიც ეწერა, ამიტომ თუ მაგალითად რამე დღესასწაული გაქვთ, ნიშნობა, ქორწილში თუ თქვენ აკეთებთ დეკორაციას, თუ ნათლობა,
ძალიან ლამაზი მაგიდის დეკორაცია მე ვფიქრობ. დენის გამოვუწერე მაგის ოთახისთვის მინდოდა რომ დამედო აი ეს ძალიან საყვარელი სტატუეტკა ძალიან მომეწონა ესეც ვითომ ბუშტია გაბერილი ძაღლის ფორმა მიეცეს და აი ესეთი მონახატები აქვს შავ-თეთრი ესეც ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საჩუქარია ახალგაზრდა ბიჭებისთვის ვისაც ოთახი აქვთ თავისი ისეთი შავ-თეთრში ძალიან მომეწონა და მე მგონი მე მისაღებ ოთახში დავიტოვებ დეკორაციად შემდეგ გამოვიწერე ესეთი მოსათავსებელი ამას გეტყვით საერთოდ უხარისხოა აი ყირავდება ვაფშე არ არის ხარისხიანი რაღაცა ძალიან მეწვრილება ბევრს ვერაფერს ვერ ჩადებ მე მგონი მაგრამ რა ვიცი როგორი ლამაზია ნახეთ ჩასადებია რაღაცეების და მეთქი არა უშავს მაგრამ საერთოდ არ არის ხარისხიანი თუ დეკორაციად გინდათ კი აი რო ყოველდღე იხმარო და გააღო და დაკეტო არა მგონია რომ მალე გაძლოს ბევრი ხანი გაძლოს უბრალოდ და გამოვიწერე ესეთი თმის ამაგრები აი ამ ნახეთ როგორი ლამაზი ბანტიკებია ამასაც მე და ლუის გავიკეთებთ დენისის დაბადების დღეზე და აუცილებლად გაჩვენებთ აი ასეთი შავებიც მოვიდა ეხლა არის მოდაში ძალიან ესეთი პატარა ბანტიკები შემოსული ტორტებზე, თმებზე, ტანსაცმელზე ძალიან საყვარელია როგორც ხედავთ ამიტომ მე მგონი ამ პლასმასის მოსათავსებელში ჩავდებ ლუიზის თმის ამაგრებს მძიმე რო არ იყოს და აუცილებლად გაჩვენებთ ამასაც აი ესე ასე ეს ძალიან მომეწონა ეს გადასაფარებელი სიმართლე გითხრათ ძალიან საყვარელია ნახეთ რა კარგია და აი ძალიან კარგი ხარისხის მოვიდა ესეც ძალიან კარგი ხარისხის მოვიდა როგორც გითხარით ყველაფერი მოვიდა მართლა კარგი ამის გარდა როგორც იცით შევცვალეთ დივანი და მე მგონი ბევრს აქვს ნანახი ესეთი ბალიშები თითქოს ჯაჭვია რაღაცნაირად გადაბმული და მეთქი ჩვენს დივანს ძალიან მოხდება სიმართლე გითხრათ აი ესეთი ციცქნა თუ მოვიდა და არ მოველოდი ჩემი ხელის ხელა მაგრამ მეთქი არა უშავს აი ასე რომ დეკორაციისთვის მაინც ლამაზია და აი ეს მოვიდა კარგად შეფუთული ესეც ასეთი დეკორაცია გამოდის ჩვენი დივანის ადლებს თავის პატარა შიკ მე მგონი უხდება ასე ჩვენს დივანსაც პატარა დეკორაცია ასეთი ბალიშები აი ასე აი ასეთებია ეს ჩამოვიდა ძალიან კარგი ხარისხის აი ბავშვები თამაშობდნენ და მართლა ძალიან კარგი მეშინო რომ მეთქი გახევენ მაგრამ ძალიან კარგია მკვრივია აქ რა ვიცი შეიძლება რომ თავიც დაიდოს მაგრამ ეს ციცკნა და პატარა კურკა არის ციცკნა მაგრამ მეთქი დეკორაციისთვის არ არის ცუდი მაგრამ ძალიან პატარა მოვიდა აი ეგ არის მაგისი მინუსი და ეს მოვიდა მართლა კარგი და ლამაზი ყველაფერები იყო ვნახე ამიტომ ახლავე დაგიდებთ ამის და ამიტომ ჩემ ვიდეოს დაბლა ყველა მიმართება გექნებათ აი ამისი გაჩვენებთ და ამ ბალიშის მე მგონი ძალიან მოხდა ის კი არ ჯოს მაგრამ ეს კარგია აი ესეთი ჩემი თემუს ძალიან საყვარელი და ლამაზი ამანათი საინსტაგრამო ნივთები როგორც გითხარით რომ ხედავდი სულ მეც მინდოდა და თემუსში რომ ნახე ყველაფერი ძალიან გამიხარდა გამოვედით ახლა ჩვენ ვიზიტი გქონდა ჩვენ ქალაქის ცენტრში და ძალიან კარგი ამინდია მზიანია ჩვენი ვიზიტით დამთავრდა და რადგან უკვე საჭმლის დრო მოვიდა გადავწყვეტ სადმე დავჯდეთ მივირთვათ
სანამდე დავიდი და მე უკვე სამსახურში გავიყოფით ყველა თავის ადგილას. ასე ძალიან კარგი მზიანი ამინდია. და ასეთი დღე გრძელდება შემდეგ სამსახურში. აი ჩვენც გემრიელად მივირთვით. ძალიან კარგი ამინდი იყო. No, Denis, me le temps, allez. ხოდა რას ვამბობდი? წინ არის. და ეგ სამსახურში მიდის და მეც მერე სამსახურში მივდივარ. საცობია ძალიან საშინელი, რადგან ახლა არის 12 საათი და ყველა მიდის სასადილოდ. სამსახურიდან, სკოლებიდან 12-დან 2-მდე საფრანგეთში ყველა ჭამს. ახლა მე და დენისი წავალთ დახანით ჩემს სამსახურში, რამოდენიმე წერილი მაქვს დასაწერი, რაღაცებია გასაკეთებელი, რამოდენიმე საათით და მერე უკვე merci გამატარა და მეთქი მადლობა. და მერე წავალთ ლუიზის გამოსაყვანად და მერე იქიდან ვნახოთ რას გავაკეთებთ. ალბათ წავალთ მაღაზიებში. ბებია ბაბუებმა დენის ფული აჩუქეს და უნდა რომ რაღაცები იყიდოს თავისთვის. ამიტომ იქ გავყვები. აი ესეთია ჩვენი დღე. დილიდან ავდექი გავაკეთე სადილი. გავაკეთე ბრინჯიანი და ხორცის ბურთებიანი სუპი და მე მგონი ძალიან ბევრი ბრინჯი მომივიდა. რადგან რო წამოვიდი და ჩავაქრე ამობერილი იყო, ბრინჯი იყო ამობერილი და მეთქი ვაიმე, რამდენი ბრინჯი ვიყავი. აი სიფჩხლები გავიკეთე, ნახეთ რა კარგად გამიკეთა. როგორც ყოველთვის ძალიან მაგრად აკეთებს. ძალიან კაი მზიანია, ნახეთ რა ლამაზი აქაურობა. აი ამას რა მინდა ახლა სამსახურში წასვლა ყველაფერი. გარეთ გასვლა, როცა წვიმს ცუდი ამინდია, სახლში ჯდომა მინდა, როგორც ბევრს ალბათ. ასე მეგობრებო. მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო, დღეს არის შაბათი, 8 მარტი, მინდა მოგილოცოთ 8 მარტი თქვენ ქალბატონებო. ჩემო ლამაზო გოგონებო, მინდა გისურვოთ პირველ რიგში რა თქმა უნდა ჯანმრთელობა და შემდეგ უკვე ქალური ბედნიერება. ეს არის მიღწევა ჩვენი ოცნებების ახდენა, სიძლიერე, გაძლება. ყველაზე კარგი, რა ვიცი, ყველაზე კარგს გისურვებთ. დღეს ვნიშნავთ დენისის დაბადების დღეს, უკვე სახლში, მაგის დაბადების დღეზე სამშაბათს 4 მარტს ვიყავით უკვე რესტორანში, წავიყვანე იქ, უნდა და რესტორანში აღნიშნა, ვიცა უკვე დიდი ბიჭია, ხო და იქ წავიყვანე და დღეს ბებია ბაბუები მოვლენ და აღნიშნავთ სახლში, მოვრთე უკვე სახლი, აუცილებლად გაჩვენთ, ახლა მივიდივარ სამსახურში. ნახეთ რები გავიკეთე. რომ გაჩვენეთ თემუს ამანათი, ნახეთ რა საყვარლებია და საყურეები. ძალიან მომწონს. აი უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზეები მაჩვენეს 8 მარტზე. ნახეთ რა ლამაზი ყვავილებია თავისი პლებით. ნახეთ რა საყვარელია. ეს მე ჩემთვის ვიყიდე. ეს ჩემმა დედამ თილმა მომიტანა. ნახეთ. ნახეთ რა ლამაზია. და დავიდმა ესეთი სუნამო მაჩვენა ულამაზესი, ძალიან მიყვარს ეს სუნამო, ახალი გამოვიდა ახლა. მე მგონი ძალიან უხდება ჩემს ფრჩხილებს. და ესეც ლამაზი ყვავილები მამიკომ მაჩუქა. ნახეთ რა საყვარელია. ილიოძაყვარელია, მინდოდა თან ესეთი მიწის ყვავილები, რადგან მინდა რომ დავგო რამოდენიმე ჩვენთან. და ახლა გაჩვენთ რა მაჩუქა დედიკომ. აი ესეთი ძალიან საყვარელი და უზომოდ კარგი სურნელით
პატარა სანთლები, ძალიან მიყვარს სანთლები და თან ამათ ისეთი სუნი აქვთ, აი ეს ბრენდს ძალიან მაგარი სახლის სანთლები აქვს სულ ხოლმე. და ესეთი რომაჟი საჩუქრები ამ წელს ძალიან გამანებივრეს. ესეც თქვენი ნანა ესე გამოვეწყე. მე მგონი ცუდი არ არის მაკიაჟი ბევრი არაფერი არ გამიკეთებია, მე ალბათ დავიმატებ რაღაცა ჩაშავებული მაქვს თვალის ქვეშ. წავედი.